და აი აქეთ თუ პტოლემეოსთან თუ გადმოვალთ მე ხო იქ კოლხეთი და იბერია თავისთავად არის წარმოდგენილი ტაბულა აზია 3 ეს არის ნაწილი რომელიც ეძღვნება ჩვენს რეგიონს არანაირი კავკასია იქ რეგიონის სახელად არ არის გამოყენებული და ეს კავკასია რამდენჯერმე რახან მოახსენებ არა იმასაც ვიტყვი რომ ცხადია ევროპელები კავკასიას იცნობენ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ეს კავკასია იციან ეს სიტყვა მაგრამ რას აღნიშნავს კავკასია ძველ ევროპულ რუკებზე ორი დატვირთვა აქვს ერთი ეს არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი ანუ მთებს აღნიშნავს და ჩვენ თქვით რომ აი ამ რუკაზეც კი 4 კავკასია არის, როცა ეს რაღაცა შორს და იმის იქით არსებულ საფრთხეს უკავშირდება და მეორე ეს არის შავი ზღვის ლოკალური სახელწოდება იჩვენი გაგრიდან დაახლოებით აზოვის ზღვის მიმართულებით. იქ სადაც პრაქტიკულად კავკასიის მთები იწყება ზედ შავ ზღვასთან, ხო? ეს დატვირთვა აქვს მხოლოდ კავკასიას ამ ძველ რუკებზე. მე არ ვსაუბრობ იმას კიდევ ერთხელ რომ ამ სიტყვა კავკასიას ისინი არ იცნობენ. უფრო მეტიც, აი მე-17 საუკუნის იტალიურ რუკებზეც კი თუ შევხედავთ კავკასიის მთების გაყოლებაზე ხშირად ნახავთ აღნიშვნას პოპული ლიბერტი, ანუ თავისუფალი ხალხი და ის სვანები მაგალითად ამ სიაში წერია.